ეტყვით პირველ რიგში იმას, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ იემენიდან იყო გამოშვებული ბალისტიკური რაკეტა, განგაში ჩაერთო იერუსალიმში და იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა გუმბათმა ეს ბალისტიკური რაკეტა გაანადგურა და მისი ნამსხვრევები ბალისტიკური რაკეტა საკმაოდ დიდი ზომის არის, ჩამოვარდა ერთ-ერთ პალესტინულ სოფელში. ჩვენც მოგვივიდა შეტყობინება, რომ უახლოეს წუთებში შესაძლოა ჩაერთოს განგაშის სირენები და ჩვენ უნდა გადავადგილდეთ და მივიდეთ ახლოს თავშესაფართან, არ დავტოვოთ ეს ტერიტორია, თუმცა ეს შეზღუდვა გარკვეულწილად დღის განმავლობაში მოხსნილი იყო, მას შემდეგ რაც დრონების იერიში ვერ განხორციელდა, უბრალოდ ყველა დრონი ისრაელის საჰაერო სივრცეში შემოჭრამდე იყო განადგურებული. ასევე განგაშის სირენები ჩაერთო ჩრდილოეთში, სადაც საკმაოდ მძიმე არის მდგომარეობა, ჩრდილოეთ ოლქი არის ის ტერიტორია, სადაც ყველაზე დიდი სამხედრო რესურსია ახლა მობილიზებული. რაც შეეხება მდგომარეობას და რა შეზღუდვები მოქმედებს, ამ წუთებშიც მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, არ მუშაობს არსები დაწესებულება და ყველა რესურსი ხმარდება მხოლოდ მედიცინას და სამხედრო საჭიროებებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე წუთის წინ ისრაელის ერთ-ერთი ავიაბაზიდან F-35-ები გაფრინდნენ ისევ დავალების შესასრულებლად და ამავე დროს ვიღებთ ინფორმაციას, რომ ირანში ფორდოში ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი კომპონენტის განადგურება მოხდა. ამ წუთებში მიმდინარეობს იქ იერიშები. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ამ კონფლიქტის დაწყების მთელი ქრონოლოგია ჩვენ სიუჟეტში, თუმცა იქამდე გეტყვით, რომ დაახლოებით 20 წუთის წინ გააკეთა კიდევ ერთი განცხადება სამხედრო მეთაურობამ და ასევე პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ მოემზადეთ მძიმე 72 საათისთვის, ვინაიდან აუცილებლად იქნება სარაკეტო იერიშები და დრონებით იერიშები.